მოგესალმებით. სასტუმრო შერატონ ბათუმი გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა. შერატონ ბათუმის გულგრილობა უკვე გადაზრდილია ოცნებასთან დანაშაულებრივ თანამზრახველობაში, რაზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გარდაუვალი. შერატონ ბათუმის მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში მოეწყობოდა თავდასხმისთვის ჩასაფრება. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე. შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ. სასტუმროს თავდასხმისთანავე მყისიერად არ გამოუძახებია პოლიცია და ადგილზე თითქმის 1 საათის დაგვიანებით მისულ პოლიციას დაუცველი პერსონალის მიერ უკვე დასუფთავებული შემთხვევის ადგილი დაახვედრეს, მაშინ, როდესაც ამ ფაქტის გასაპროტესტებლად 18 იანვარს შერატონ ბათუმში მოწყობილი მშვიდობიანი აქციისას პოლიცია ადგილზე მობილიზდა ზუსტად 4 წუთში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო შერატონისგან უახლესი პოლიციის განყოფილება მდებარეობს 700 მეტრში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის განზრახ დაგვიანებით მისვლამ თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა. ერთი კვირაა რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმის სამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ვითხოვთ, რომელსაც შერატონ ბათუმი აუხსნელი მიზეზებით თავს არიდებდა. როგორც ხედავთ, ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოეგოთ დრო და შეძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ ამოღებულ ეგრეთ წოდებულ ვინჩესტერებში ინახება ბევრი ადამიანის დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც ამ სასტუმროთი სარგებლობდნენ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სასტუმროს რეპუტაციაზე და იტყობნის უსაფრთხოების გაზრდილ რისკებზე, როგორც ფიზიკური, ასევე პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის კუთხით. ორგანიზებულ თავდასხმაში მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ შეძლებს დამალვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომელთაც პერსონალურად სათითაო თითოეულ მათგანს ვპირდებით, რომ ეს იქნება გარდაუვალი, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანი. პარალელურ რეჟიმში ჩვენი რესურსებით ვატარებთ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით და გვაქვს უკვე შედეგები, ჩვენ და გავაგრძელებთ ამ საკითხზე აუცილებლად მუშაობას. კითხვები თუ არსებობს?